მოგესალმებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, დედაქალაქ პრეტორიიდან. ჩვენ ხალ ვიმყოფებით პრეტორიაში, საქართველოს საელჩოში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აი ამ რუბრიკაში მივიღო მონაწილეობა, რომელიც უზრუნველყოფილი არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ და მაქვს შესაძლებლობა, რომ რეკომენდაცია გაუწიო კონკრეტულ საკითხავს, კონკრეტულ წიგნს. ახლა ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში მძვინვარებს ეს პანდემია, აქაც სამხრეთ აფრიკაშიც მოქმედებს საყოველთაო კარანტინი, შეზღუდვები ადამიანის თავისუფლების გადაადგილებასთან დაკავშირებით, სხვა უფლებებთან დაკავშირებით და როგორც არასდროს აღმოჩნდა, რომ აი ამ ძიმე პერიოდში უფრო და უფრო მეტი სამხრეთ აფრიკელი სამხრეთ აფრიკელმა დაიწყო ამ ქვეყნისათვის ერთ-ერთი სახელოვანი შვილის და ლიდერის ნელსონ მანდელას ავტობიოგრაფიის გადაკითხვა. ვისაც არ ქონდა წაკითხული, წაიკითხეს და ვისაც წაკითხული ქონდა, არაერთმა გადაიკითხა. ეს არის ავტობიოგრაფიული ნაშრომი ნელსონ მანდელასი, რომელსაც ქვია გრძელი გზა თავისუფლებისკენ. სოციალურ ქსელებში არაერთმა მომხმარებელმა ასეთი რაღაცა აღნიშნა, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც ამ კარანტინის დროს შეზღუდულია უფლებები, ამ წიგნიდან მათ გარკვეული შთაგონება მიიღეს, ასე ვთქვათ, ხელახლა გადაკითხვიდან და ამ წიგნმა მათ მისცა გარკვეული სიმტკიცე, სულიერი სიმტკიცე, განუმტკიცა მათ ეს სულიერი მდგომარეობა, რათა უფრო ადვილად გადაელახათ აი ეს დაბრკოლება, რაც ქვია შეზღუდვას, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვას, გადაადგილების თავისუფლება იქნება თუ სხვა ამ საყოველთაო კარანტინის დროს. მართლაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი იყო და გამორჩეული პიროვნება ნელსონ მანდელა და განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკელებისთვის. სწორედ მისი გამოისობით, მისი ფიგურის, ასე ვთქვათ, ავტორიტეტით და ძალით ბევრ სამხრეთ აფრიკელს მიაჩნია და ალბათ ასეც არის მეტწილად, რომ სამხრეთ აფრიკამ შეძლო სწორედ სრულფასოვანი დემოკრატიის დამკვიდრება ამ ქვეყანაში და ეს მრავალი მილიონი ფერადკანიანი, რომელიც აპარტეიდის ბრუტალური რეჟიმის დროს ვერ სარგებლობდა უფლებებით, მთელი რიგი უფლებები მათ შეზღუდული ჰქონდათ, მათ აი ამ ნელსონ მანდელას როლის გამოისობით შესაძლებლობა მიეცათ, რომ სრულფასოვან მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი. ეს წიგნი, ეს ავტობიოგრაფიული ნაშრომი არის ფრიად საინტერესო. იგი იწყება ნელსონ მანდელას ბავშვობიდან, იგი დაიბადა ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ერთ-ერთ არისტოკრატიულ ოჯახში და მისთვის ყველაფერი განსაზღვრული იყო. მას მიუხედავად იმ აპარტეიდის რეჟიმისა, მას უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა, ვინაიდან იყო მეტნაკლებად არისტოკრატიული ფრთის წარმომადგენელი ამ შესაბამისი ტომის, ქოზას ტომის და მაგრამ მისი ცხოვრება სრულიად სხვანაირად განვითარდა და ამაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა პატარმა ეპიზოდმა, როდესაც მისმა ოჯახმა დააპირა გარიგებით მისი ქორწინება, რაც მისთვის აღმოჩნდა მიუღებელი და გაიქცა ოჯახიდან, წავიდა ქალაქში, იოჰანესბურგში და იქ სრულად თავად შექმნა თავისი, ასე ვთქვათ, ცხოვრება, თავისი ახალი ცხოვრება, თავისი ისტორია, იგი გახდა იურისტი, ერთ-ერთი პირველი ფერადკანიანების მიერ დაფუძნებული იურიდიული კომპანიის ნაწილი გახდა და დახმარებას უწევდა ფერადკანიანებს მათი უფლებების დაცვაში, შეძლების დაგვარად. შემდეგ იგი შეუერთდა პოლიტიკურ მოძრაობას აფრიკის ეროვნულ კონგრესს, რომელიც იბრძოდა თანასწორობის დასამკვიდრებლად სამხრეთ აფრიკაში, ფერადკანიანთა, შავკანიანთა უფლებებისთვის. მანდელამ სწორედ ამ ორგანიზაციის პარკლებში დააფუძნა მისი ამ ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა, შემდეგ სამხედრო ფრთა და თვითონაც აქტიური მონაწილეობა მიიღო არაერთ სამხედრო აქტში, საბოტაჟის აქტში, რეჟიმის წინააღმდეგ, აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ, რის შემდეგაც იგი დააკავეს, დააპატიმრეს
და მას სიკვდილით დასჯაც კი ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ მას მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სწორედ ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ მისი როგორც პიროვნების ფორმირება, ტრანსფორმირება ამ პრაქტიკულად 27 წლიანი პატიმრობის დროს და ეს არის ისტორია, ეს არის ბიოგრაფია ადამიანისა, რომელიც დარჩა ბოლომდე თავისი პრინციპების ერთგული, რომელიც პრაქტიკულად გახდა მაგალითი, სამაგალითო სულის გაუტეხლობის თვალსაზრისით მთელი ერისთვის, სამხრეთ აფრიკელებისთვის და საბოლოო ჯამში თავად მისმი, ასე ვთქვათ, დაუძინებელი მტრებიც კი რეჟიმის წარმომადგენლები მის მიმართ კეთილგანწყობილი გახდნენ, როდესაც დაინახეს მისი სულიერი სიძლიერე, ერთგულება მისი პრინციპებისადმი და მისი ტრანსფორმაცია და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი რაც აი მთელი ამ ავტობიოგრაფიის განმავლობაში იკვეთება, ეს არის მისი ასე ვთქვათ, ტოლერანტულობა, პატიების შესაძლებლობა, რაც მას ჩამოუყალიბდა ეს აპატია მან თავიანთ მტრებს და საბოლოო ჯამში სწორედ იგი გახდა ის ფიგურა, რომელმაც უკვე აპარტეიდის რეჟიმის დასრულების მომენტისთვის ფრიად რთულ ეპიზოდში სამხრეთ აფრიკული ცხოვრების, როდესაც ქვეყანა იდგა სამოქალაქო ომის კოლაფსის პირას, სწორედ მისი პირადი ავტორიტეტის ძალით ყველა ეს მხარე, დაპირისპირებული მხარე დაждდა საბოლოო ჯამში მოლაპარაკებათა მაგიდასთან და სამხრეთ აფრიკის ტრანსფორმირება აპარტეიდის რეჟიმიდან ასე ვთქვათ სრულფასოვან დემოკრატიაზე, სწორედ ესეთი წარმატებით განხორციელდა მშვიდობიანად და იგი გახდა პირველი პრეზიდენტი ამ ქვეყნის. წიგნის სავსეა მრავალი საინტერესო ეპიზოდით. ეს არის პირადი ცხოვრება, მისი პირადი გრძნობები, პირადი ისტორია, რომელიც მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესების ისტორიული მოვლენების ფონზე. წიგნი შეიცავს თვითონ თავად მანდელას არაერთ ცხოვრებისეულ დასკვნას, სიბრძნეს, სენტენციას, აფორიზმს გარკვეულწილად, რომელიც არ არის რაღაც განყენებული, არამედ ძალიან კარგად არის ასე ვთქვათ, შეთავსებული მთელ ამ ისტორიასთან, ავტობიოგრაფიასთან და მკითხველს ძალიან დიდ შესაძლებლობას გამოცდილებას აძლევს, ასე ვთქვათ. მხოლოდ ორი ასეთი დასამახსოვრებელი ძალიან ბევრი ასეთი ეპიზოდი, ასეთი მისი ცხოვრებისეული გამონათქვამი, სიბრძნე, რაც გამომდინარეობს მისი პირადი ისტორიიდან ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ორზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, რომ ადამიანის ცხოვრების განმავლობაში აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. შეიძლება ადამიანმა დაიპყროს რაღაც მწვერვალი და ეგონოს, რომ ეს დაიპყრობს და გასაკეთებელი გაკეთდა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ამ მწვერვალზე ასული, რომ გადახედავს, კიდევ ბევრი მწვერვალი გამოჩნდება დასაპყრობი და მართლაც ასე იყო მისი ცხოვრება და ასე არის ალბათ ცხოვრება ნებისმიერი ერის, მათ შორის ამ სამხრეთ აფრიკის. და მეორე, რომ არც ერთი ადამიანი არ იბადება სავსე სიძულვილით, პირიქით ადამიანში არის კეთილის საწყისი და არც თუ იშვიათად და მეტწილად სოციუმის საზოგადოება, რეჟიმი იმ ადამიანს უყალიბებს ამა თუ იმ გზნობას, ამა თუ იმ მიდგომებს და იგი ამბობს, რომ თუ ასე რეჟიმ შეუძლია ვთქვათ ან კონკრეტულ სოციუმს, რომ ადამიანს აქცია სიძულვილი ასწავლოს, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, რომ ადამიანს სიკეთეც ვასწავლოთ, რაც უნდა მოხდეს და სწორედ ამისკენ უნდა იყოს მოწოდებული მთელი საზოგადოება. მოკლედ, ეს არის ძალიან მოკლედ და მართლაც ვუწევ რეკომენდაციას, რომ ვისაც არ აქვს წაკითხული, გამონახოს დრო, წაიკითხოს და ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ამ წიგნში, ბევრ პარალელსაც გაავლეს და რაღაცნაირად დააკავშირებს შეიძლება საქართველოსთან, დააკავშირებს იმ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილებით თუ ისტორიული პროცესების კონტექსტში. ასე რომ ისურვებ ჯანმრთელობას და მალე დაძლევას ამ პანდემიის დარწმუნებული ვარ ასეც იქნება და ვისურვებდი რომ რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა წაიკითხოს ნელსონ მანდელას ეს ავტობიოგრაფიული ნაშრომი
გრძელი გზა თავისუფლებისკენ.